რაზედაც გვაბრალებდნენ სარკის კლიპები გავს ერთმანეთსო, მასმერად სარკი არ არსებობს ბაზარზე დღესაც რო ავიღოთ ბოლო 20 კლიპი სხვადასხვა კომპანიის გადაღებული და დავდოთ იმ კლიპებთან მიმართებაში სხვა კომპანიების გადაღებული, ესე იგი სარკის ხელწერა ჩარჩა, ანუ ვერ გამოვიდა ბაზარი. დღესაც ესეთი კლიპების გადაღება ხდება. ანუ რა კრიტერიუმითაც იძახდნენ. დაჟე შემიძლია თქვა ზუსტად რა ხდებოდა. ჩვენ ეს ტექსტი, კადრი, ლამაზი კადრი, ლამაზი ტექსტი, ლამაზი კადრი, ლამაზი ტექსტი. აი ამ მექანიზმს დაარქვეს სარკის კლიპები. მოდი ახლა ჩავხედოთ ბოლო წლების მიერ გადაღებულ ბანკების ან დიდი კომპანიების მიერ გადაღებულ რეკლამებს და ვნახოთ, რომ ისინი სარკის კლიპები არის მაშინ. სინამდვილეში არაფერ შუაში არ არის ეს სარკის. რა თქმა უნდა, რაღაც ხელწერა შეგიძლია თქვა, ეგრე ყველას აქვს რა, რაღაც ხელწერა, მაგრამ სხვადასხვა რეჟისორები, სხვადასხვა აქტორები, სხვადასხვა ჯგუფები იღებდნენ. უბრალოდ ალბათ რაღაცნაირად დამკვეთის მოთხოვნა არის და ბაზრის საჭიროება, რომ რაღაცის მოყოლა როცა გინდა, ერთ-ერთი ფორმა არის რა, რომელიც დღემდე არსებობს.